ყველაზე მაგარი ტექნიკა იმისთვის რომ მიპოვო საყვარელი საქმე. პირველი, ჯერ ჩამოყალიბდი რისი გაკეთება არ გიყვარს ყველაზე მეტად. ჩემ შემთხვევაში ეს იყო უფროსზე მუშაობა. ყველაფერი გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში იმისთვის რომ მემუშაო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე. ზუსტად ამ მიზეზით 15 წლის ასაკში წამოვიწყე საკუთარი პატარა ბიზნესი, ვყიდდი Xbox 360-ის პირატულ დისკებს და უკვე 16 წლის ასაკში გამოვიმუშავებდი 500-დან 1000 ლარამდე. მეორე, აიღე კალამი და ფურცელი და დაწერე რა სფეროში ხარ მოსახლეობის 90%-ზე მეტად კომპეტენტური. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, ვინც უკვე დიდი ხანია მიყურებს, იცის რომ დავიკელი 30 კილოგრამი. და ვინარჩუნებ 7 წლის განმავლობაში. და როცა ვნახე, რომ მოსახლეობის 90% როცა იკლებს ისევ იმატებს წონაში, დავფიქრდი, თუ ვიცი რაღაც ისეთი, რაც არ იციან მათ. და ზუსტად ჩემს ცოდნაზე ავაგე ონლაინ ბიზნესი, რომლის მეშვეობით გამოვიმუშავებდით თვეში $10,000 სრულიად ონლაინ. და კი, საქართველოს ბაზარზე. და მესამე, არ ვიცი, პირველი უნდა ყოფილიყო ალბათ, შეცვალე გარემოცვა. თუ შენს ინფორმაციულ ველში არიან ზუსტად ის ძველი ადამიანები, ვინც ძველი პატერნებით აზროვნებს, ვერასდროს ვერ მიყვალ იქ, სადაც გინდა რომ იყო. ის მიზანი, რომელიც ჩამოწერე 31 დეკემბერს, არ იქცევა ოცნებად, არამედ იმედგაცრუებად. თუ შენს გარემოცვაში არ არის ის ხალხი, ვინც გაძლევს ინსპირაციას და მოტივაციას, მიიღე შთაგონება პოდკასტებიდან და მდიდარი და წარმატებული ადამიანების წიგნებიდან. ზუსტად ასე მოვიქეცი მე. პირველი წიგნი ჩემს თვითგანვითარებაში იყო დეილ კარნეგის. როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე. შეგიძლია შენც ამით დაიწყო და მეორე წიგნს გირჩევ ასევე, რომელიც დაგინგრევს ძველ აზროვნებას, ეს არის რობერტ კიოსაკის მდიდარი მამა, ღარიბი მამა. და თუ უკვე დაფიქრდი და იცი რომ 90%-ზე რაღაც სფეროში ბევრად მეტი ვიცი და გინდა ეს ცოდნა აქციო ონლაინ ბიზნესად, შეგიძლია ჩაეწერო ჩემთან უფასო კონსულტაციაზე, დაწერე უბრალოდ სიტყვა დიაგნოსტიკა და დანარჩენი პირადში გავაგრძელოთ. წარმატებებს გისურვებ.